მოდით განვიხილოთ ესეთი თემა, რა აქვს სათქმელი პარტნიორულ ურთიერთობებში პარტნიორს და არ ამბობს ცოცხალი თავით. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ, როგორც წესი. ვიცით, გამოგვიცდია, თავადაც ბევრი გვაქვს სათქმელი, გამოსახატი, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. რატო? სიამაყე, ეგო, თავმოყარეობა, წაგებულის კომპლექსი, უარყოფილის კომპლექსი გვაჩუმებს, ხო? თქვენს პარტნიორს ყოფილს თუ მოქმედს, რა აქვს სათქმელი, რასაც არ ამბობს. მოდით პირველი იმით დავიწყოთ, რომ ყველაზე მეტად რასაც ჩაწვდა ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ეს თქვენი ადამიანურობაა მის მიმართ. რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, ისე როგორც თქვენ დადეგით მის გვერდით, გაჭირვებაში თუ დალხინებაში, არავინ არასდროს მოქცეულა მსგავსად. ეს უდიდესი მზრუნველობა არის, რომელიც მიეცით, დაანახეთ, აგრძნობინეთ მას. აქ პლუს პარალელია გავლებული თქვენსა და დედას შორის. ქვეცნობიერად რაღაცით გამსგავსებთ მას. რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი მომენტია მის გონებაში აღბეჭდილი. და ამას როგორ იტყვის? კარგით, ეს გასაგებია, მაგრამ რა აფერხებს? რატომ არ ამბობს? რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ის არ არის, რა თქმა უნდა. თვლის, რომ რაც მეტს იტყვის, მით მეტად სუსტი, უსუსური გამოჩნდება სხვების თვალში და მათ შორის თქვენს თვალშიც. ურჩევნია სათქმელი თავისთვის დაიტოვოს, ვიდრე თამამად აღიაროს თქვენი მნიშვნელობა მის ცხოვრებაში. იმდენი გაქვთ გაკეთებული, გაღებული მასზე მადლიერების განცდა, მასში როგორც დინოზავრის ნაკვალევი ისეა ასახული. ძალიან ძვირფასი ხართ. საუკეთესო გულის პატრონი. განსაკუთრებით კეთილი გული გაქვთ. ალბათ ხმამაღლა იყირებდა კიდეც, რომ შეეძლოს დაუშვათ, შენ ყველაზე წრფელი და კამკამა გული გაქვსო. და კარგი იქნებოდა ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ თავშეკავებული ზომიერებაში თავისთვის ინახავს, კეტავს ემოციებსაც და სათქმელსაც. ეს სცენი ყველას გვჭირს, მარტო თქვენს პარტნიორს არა. სამწუხაროდ, თუმცა საბედნიეროდ არაჩვეულებრივი შეხედულებები აქვს თქვენზე, როგორც პიროვნებაზე და აშკარად ძალიან ძვირფასიც ხართ მისთვის. ხანდახან თქვენი მოკვლა კი უნდება, მაგრამ ესეც ბუნებრივია, ხო? სულ ეხლა ვარდები და ფიანდაზები არავის არ აქვს დაგებული. ვიღაცას ნერვებს უშლით, ისე რომ უნდა რომ ტყვია და გვაჭედოს შუბლში, მაგრამ ესეც ბუნებრივი მომენტია. წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 50. ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.